Am შენობაში 2012 წელს ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს ვიცავდი, დღეს კი უდანაშაულო ადამიანებს ვიცავ. განაცხადა სასამართლოს ხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც 3 ადვოკატის სახელით წაიკითხა დასკვნითი სიტყვა. მან წარადგინა 26 არგუმენტი იმის შესახებ, რატომ ვერ დასტურდება დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალი. სინდისის 11 პატიმარს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად ბრალდებულები არიან ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურა მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კოხარჩუკი. დღესვე 1 საათში დაიწყება სინდისის კიდევ ერთი პატიმრის ნიკა კაციას პროცესი, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან დასკვნის სიტყვის მისი ადვოკატი. ქეთი ნადიბაიძე მოგვიყვება ვრცლად სასამართლოს ხდომების შესახებ. Am წუთებში 11 ბრალდებულის ხდომაზე შესონება არის გამოცხადებული. დასკვნითი სიტყვა დაასრულეს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატებმა. ეს გააკეთა მათი სახელით ეკა ბესელიამ, რომელმაც დღეს დაიცვას ხდომაზე ბრალდებულ ჭიჭინაძის ინტერესები. დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა მის დასკვნით სიტყვას და სასამართლოს წარუდგინა 26 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მიიღოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ამ საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ანუ გამამართლებელი განაჩენი. არგუმენტებს შორის ეკა ბესელიამ დაასახელა მაგალითად პროკურატურის მთავარი მოწმეების ჩვენებები და აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ვერც ერთი დაზარალებული პოლიციელი, ვერც ანდრო ჭიჭინაძეს და ვერც სხვა რომელიმე ბრალდებულს ხელს ვერ ადებს, რომ რომელიმე პოლიციელზე იძალა და გარდა ამისა ეკა ბესელიამ არგუმენტებს შორის დაასახელა ჩატარებული თუ ჩაუტარებელი ექსპერტიზები, მაგალითად მობილური ტელეფონის ექსპერტიზა, რომელიც 8 თვეა არ წარმოუდგენია პროკურატურას, ამოიღო ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, თუმცა უცნობია რა ბედი ეწია ექსპერტიზას და 8 თვის თავზეც კი საქმე ისე სრულდება, რომ ის წარმოდგენილი არ არის, არადა წესით ამ ექსპერტიზას პასუხი უნდა გაეცა პროკურატურისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომელიც უკავშირდება მაგალითად დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას და ასე შემდეგ. ეკა ბესელიამ სამართლებრივი არგუმენტების შემდეგ საუბარი დაასრულა ემოციური განცხადებით და გაიხსენა, რომ საერთო სასამართლოებში ბოლოს ადვოკატის სტატუსით იყო დაახლოებით 13 წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა და მას მოქალაქეობის დაბრუნებაში ეხმარებოდა. ახლა 13 წლის შემდეგ კი იცავს ის პატიმრებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ აქცია პოლიტიკურ პატიმრებად. ქალბატონო მოსამართლებ. პლატონის სიტყვებით დავიწყებთ. სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი. მე დღეს მინდა ვესაუბრო სიმართლის დამცველებს. სოკრატე საკუთარ სასამართლოზე მის მოსწავლეს პლატონს მიმართავდა. პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესია სირცხვილი. ამ საქმის მიმდინარეობის დროს ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი, იმის გამო, როგორ ანადგურებენ სამართლის სახელით სიმართლეს. სამართალი არ იწყება ბოლო ეპიზოდიდან, შედეგიდან. არა, სამართალი ითხოვს თავიდან დაიწყოთ ანალიზი რა მოხდა. მიზეზობრივი კავშირის დადგენა აუცილებელი საზომია და დავიწყებ თავიდან, რა მოხდა, რისთვის დააკავეს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა განსასჯელები. 2025 წლის 28 ნოემბერს ცნობილი განცხადების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. ნიშნავდა თუ არა ეს განცხადება კონსტიტუციის დარღვევას. დიახ, ნიშნავდა. რაქნეს საქართველოს მოქალაქეებმა ქუჩაში გამოსვლით გამოხატეს პროტესტი. მოდით განვიხილოთ სხდომაზე გამოცხადებული ბრალდების მოწმეები. პროკურორებმა წარმოადგინეს ბრალდების მოწმეები, რომლებიც თავიანთი ჩვენებით რეალურად გახდა დაცვის მტკიცებულება. ყველა მოწმე იყო დაცვის სასარგებლო მოწმე. ანდრო ჭიჭინაძისგან ჩხრეკის დროს ამოღებულია მხოლოდ მობილური ტელეფონი, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა და დღემდე არ მოსულა პასუხი. ისმის კითხვა, რატომ არ გაქვთ 8 თვე ექსპერტიზის დასკვნა. ტელეფონით როგორც ამოღებული მტკიცებულებებით ხომ უნდა დაგედგინათ, რასაც აბრალებთ ანდრო ჭიჭინაძეს და სხვებს, ანუ ჯგუფურის კავშირი. ბოლოსთვის შემოვინახეთ ჩემი სათქმელის ემოციური ნაწილი. ამ შენობაში ბოლოს 2012 წელს გამოვედი. ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს ვის ვიცავდი? ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს, მოქალაქეობა რომ დამებრუნებინა მათთვის. იმ წლებში მოსამართლეებსაც ვიცავდი, ვისაც წინა რეჟიმი უსამართლოდ დევნიდა და მათი დაცვაც არ იყო უსაფრთხო. მაგრამ ვიცავდი, რადგან ამით მთავარ იდეას თავისუფალ მართლმსაჯულებას ვეხმარებოდი. დღეს გამოვდივარ ბევრი მოვლენის შემდეგ, რათა უდანაშაულო ადამიანები დავიცვა და ბევრ რამეზე დაგაფიქროთ, ვიდრე ვერდიქტს გამოაცხადებთ.
რამდენიმე წუთში განახლდება 11 ბრალდებული დემონსტრანტის სხდომა და დასკვნითი სიტყვას წარმოთქვამენ უკვე სხვა ბრალდებულის ადვოკატები. დღეს ეს ეტაპი ვერ დასრულდება, კიდევ რამდენიმე ბრალდებულის რამდენიმე ადვოკატი არის დარჩენილი, ამიტომ ამ პროცესს დაჭირდება მომდევნო სხდომებიც. დაახლოებით 1 საათში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა დაიწყოს სინდისის კიდევ ერთი პატიმრის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა და ამ საქმეზეც ადვოკატი დღეს დასკვნითი სიტყვით მიმართავს სასამართლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სხდომაზე უკვე ნიკა კაციას განაჩენიც იქნება ცნობილი. 9 თვის განმავლობაში ვისმენდით სრულ ბოდვას და მარტო კაცია შემთხვევაში არა, დანარჩენები. საერთოდ დავდიოდით, გვატარეს წინ და უკან მტკიცებულებები არ არის, ვერაფერს ვერ ამტკიცებენ, დამონტაჟებული ვიდეოები. ნიკას შემთხვევაში სხვაობა ის არის, რომ აი ნარკოტიკებზე თუ ვიტყვით, ყველაფერი ხელწერა ერთნაირია, მაგრამ ნიკასია განსხვავებული მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ნიკას არც ჩაუდეს ნარკოტიკი, აღარ იწვალეს, ეთყობა ძალიან გადაღლილები იყვნენ. ნიკასი პირდაპირ საქმეში ჩაწერეს, რომ ვითომ მქონდა ნარკოტიკი და ამოიღეს ნარკოტიკი. როგორც აღმოჩნდა, მომდევნო კვირა თბილისის საქალაქო სასამართლოში დატვირთული იქნება განაჩენებით სინდისის პატიმრების საქმეებთან მიმართებაში. დღეს გახდა ცნობილი ასევე, რომ სექტემბერს უნდა გამოცხადდეს საბას ქუთაისის განაჩენი, როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია 1 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა გამოაცხადოს ასევე ჯგუფური ძალადობის ბრალით განსასჯელის სკამზე მჯდომი 8 პირის განაჩენით და ეს არ არის მხოლოდ სრული სია. სასამართლო ჩქარობს, რომ მოასწროს ამ განაჩენების გამოცხადება იქამდე, ვიდრე ამ პატიმრების წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური 9 თვიანი ვადა მოიწურება, რადგან ამ 9 თვის შემდეგ უკვე საპატიმრო აღკვეთით სასამართლო ვეღარ დატოვებს ამ ბრალდებულებს და მისი გათავისუფლება მოუწევს. თითქმის 9 თვია უკვე ყველა მათგანი ციხეში ზის და ბოლო დღეები არის ახლა სწორედ როცა სასამართლო ჩქარობს პროკურატურასთან ერთად, რომ განაჩენები გამოცხადდეს.